საღდგომო არ დადეგები იწყება. თუ თქვენ შვილებსაც ჩემი შვილებივით ძალიან უყვართ სამზადისში მონაწილეობის მიღება, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვის არის. ნახეთ რა სილამაზეა. მზადდება ძალიან მარტივად, უგემრიელესია. გიჟდებიან ბავშვები მსგავს აქტივობაში მონაწილეობის მიღებაზე, რაც მთავარია საოცრად უხდება საღდგომო სუფრას. გამარჯობა, მე სოფო ვარ და დღეს მოვამზადებთ ბაჭიის ფორმის მაფინებს. ყველა საჭირო ინგრედიენტი შევიძინე ლიბრეში. ეს ყველა შესვლაზე ხდება ძალიან კარგი აქციები. სრულ ინგრედიენტებს ვყიდულობ ერთ სივრცეში ძალიან ბიუჯეტურ ფასად. თასში გადაგვაქვს კარაქი და დაბალ ცეცხლზე ვადნობთ. ცალკე თასში ვათავსებ არაჟანს და მაწონს. კარგად გადავურავ. დავიწყოთ ცომის მომზადება. პირველ რიგში ვრეცხავთ აუცილებლად კვერცხს. საკმაოდ მარტივად მზადდება ცომი, ამიტომ უპრობლემოდ შეგიძლიათ მოამზადოთ ბავშვებთან ერთად. კვერცხს ვათავსებ თასში, ვამატებთ შაქარს და ვამატებთ ვანილს. ძალიან კარგად ვხვევთ მასას. როდესაც მასა კარგად გათეთრდება და ამოფრფულდება, ვიწყებთ გამდნარი და გაგრილებული კარაქის დამატებას. შემდეგ მოდის მაწვრის და არაჟნის მასა, ვამატებთ სოდას და ძმას. კარგად ვურევთ. როდესაც აი ესე კარგად ამოფრფულდება, ვამატებთ კვერცხის და კარაქის მასაში. ესე ვაერთიანებთ მასას. ბოლოს კი ეტაპობრივად ვამატებთ აწონილ და გაცრილ ფქვილს. მაფინის ცომით მზად გვაქვს. შეგიძლიათ გადაურიოთ შოკოლადის წვეთები, ბრელი კანფეტები, ან სულად შეღებოთ ცომი. თქვენი გემოვნებით ნებისმიერი ვარიაცია შეგიძლიათ მოამზადოთ. დაგჭირდება ალუმინის ქაღალდი, ეს საკმაოდ გასართობი პროცესია ბავშვებისთვის. ავთ პატარა ნაწილებს, დაახლოებით ესე და ვაკეთებთ ბურთებს. აი დაახლოებით აი ამ ზომის. ბურთებიც მზად გვაქვს. დაგჭირდება მაფინის ფორმა და ასევე დაგჭირდება ქაღალდის ფორმები. ვათავსებთ ფორმებში ქაღალდებს. ფორმა არ შეავსოთ ბოლომდე. დაუტოვეთ ადგილი. ეხლა უკვე დაგჭირდება ჩვენი წინასწარ მომზადებული ბურთები. აი ესე ვწევთ ფორმას და ამ ადგილას ვდებთ ბურთებს. მაფინები მზად არის ღუმელში შესადგმელად. გამთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე დაახლოებით 10-12 წუთით. სანამ მაფინები ცხება, მოვამზადოთ მარტივი კრემი ზემოდან წასასხმელად. ფასში გადაგვაქვს ოთახის ტემპერატურის კარაქი და ვთქვებთ გათეთრებამდე. ვამატებთ კრემყველს და კრემყველის ეცადეთ რომ იყოს ოთახის ტემპერატურის, ვანილს და შაქრის პუდრს. ვაერთიანებთ მასას. აი უნდა მიიღოთ ესეთი ერთგვაროვანი კარგი სტრუქტურის კრემი. მაფინები გამოცხვა, გადმოგვაქვს გასაგრილებლად ბადეზე და ამასობაში ქალბატონი ქეთევანიც შემომიერთდა რომ ერთად მოვამზადოთ. დავიწყოთ გაკეთება. კი. რადგან მაფინებს ცხობისას აუცილებლად ამოებურცება თავი, ხერხიანი განით, აი ესე ძალიან ამობურცულ ნაწილებს ვაჭრით. ესე შეგიძლიათ უბრალოდ მიირთვით. გასინჯო? კი. აი ესე გამოიყურება ჩვენი თავმოჭრილი მაფინები. ცოტა ხანი შევინახოთ გვერდით. შეგიძლიათ კრემი მოათავსოთ საკონდიტრო ტომარაში, ან უბრალოდ კოვზით გადაანაწილოთ. ასევე დაგჭირდება შოკოლადი, მე ვიყიდე აი ესეთი ვარდისფერი, მაგრამ თუ ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალოდ შავი შოკოლადი. ისევ ავიღებ საკონდიტრო ტომარას, ჩავყრე შიგნით, მგონი გვეყოფა. კარგად მჭიდროდ შევახვევ და ჩვეულებრივი რეზინის დახმარებით მოვუკრავ თავს. აი ესე. ტომარას მოვათავსებ თასში და ვასხამთ ზემოდან ცხელ წყალს. სანამ შოკოლადი გადნება, მანამდე მოვთოთ მაფინები. დაგჭირდება ქოქოსის ფანტელი, მგონი გვეყოფა. გვაჭრით თავს ცოტა მსხვილად. მოდი მე განახებ და მერე შენც ცადე. მაფინზე ვანაწილებთ ზემოდან კრემს. ვიმეორებთ იმ ფორმას, რა ფორმაც აქვს მაფინს. და ვაწობთ კარგად შიგნით. ესეც ჩვენი მაფინი. ვიმეორებთ იგივეს, მანამ სანამ არ წავუსავთ ყველა მაფინს. ოჩ, რა კარგად გამოგდის. ხდება ხოლმე. ძალიან კარგად გამოგდის ჩემი აზრით. მადლობა. რა სწრაფად გავაკეთეთ? ძალა ერთობაში ხედავ? დაგჭირდება მოზრდილი ზომის მარშმელო და დიაგონალზე და კადრში რო კარგად განახოთ ჭრით. უნდა მივიღოთ აი ესეთი ფეხები. ვიღებთ უკვე ქოქოს მოყრილ მაფინს და ზემოდან ვალაგებთ ერთი აქეთ, მეორე აქეთ. ბაქტა? კი. ასევე აქ გვაქვს პატარა ზომის მარშმელოები, სხვადასხვა ფერის და უმაგრებთ შუაში. შესაძლებელია. მე გაგიჭრი, შენ დაალაგე. ამოწაფე, მყავს ორ წამში ითვისებს ყველაფერს. საოცარი კონდიტერი ბრძანდებით ქალბატონი. და დროა გაუკეთოთ ბოლო აკორდი. შოკოლადი დადნა წყალში. ძალიან წვრილად მოვაჭრი თავს. პატარა წერტილების გაკეთება რო შევძლო. შუაში უკეთებთ ცოტა დიდ წერტილს, კანტებზე კი პატაწინებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს შოკოლადი საკმაოდ მალე მაგრდება, ამიტომ სწრაფად გააკეთეთ და თუ გაგიმაგრდებათ, ჩადეთ ისევ თბილ წყალში. ოჩა, ძალიან კარგია. აი, ქეთევანის მომზადებული.
დარა! აი ესეთი სილამაზეები გამოგვივიდა მე და ქეთევანს, თან ძალიან გავერთეთ და ვისიამოვნეთ ერთად. კი იყო? კი. მე მგონი ძალიან კარგი გასართობია ბავშვებთან ერთად. მადლობა ქეთევან დახმარებისთვის. არაფრის. ძირითადი ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ლიბრეში, ძალიან ბიუჯეტურ ფასად. წამოეხავ ჭამოთ.